1001 ღამე. ჩუმად. ასე. კარგი მოიცა. ბავშვი კი არ ვარ. გამემშვიდობისა. მე ვარ, ნუ გეშინია. გული გამიხეთქე, ხომ არ გაგიჟდი? ძალიან მომენატრეფიოსო. მეტი აღარ შემიძლია. ახლავე გადი ჩემი ოთახიდან. არა, ჩემი ძოლი ხარ. არა მეთქი. ძალიან მენატრები ფიოსო. ძალიან. Kerem. Gesmis. მიყვარხარ. მიყვარხარ. Kerem გთხოვ გაიღვიძე. Kerem. ადამიანის ცხოვრებას ორი მხარე აქვს. ერთი ნათელი, მეორე ბნელი. დრო სხვადასხვანაირად მიედინება. არის მშვიდი და არის მშფათვარე დღეები. უღიმღამო დღეებს დრო ხშირად მღელვარებად გადააქცევს. ნუ გაუბრაზდები დროს. ნუ საყვედურებ ცხოვრებას. იმიტომ რომ ბნელ და მღელვარე დღეებს ნათელი და მზიანი დღეები შეცვლის. ამ სახლში ცენტრალური გათბობაა? არა, ბინას ცალკე გამოთქმელი აქვს და წყლის საკუთარი რეზერვუარი. მე მგონი კარგია. ვიცი რა თანხის გადახდაც შეგიძლია. უკეთესი ბინის ბავნა გაგიჭირდებათ. შენც მოგეწონა სახლი შვილო. შეიძლება კონტრაქტს ხელი მოვაწეროთ. რა თქმა უნდა. ოფისში ყველაფერს მომამზადებ. გილოცავთ ბედნიერად იცხოვრეთ ამ სახლში. გმადლობთ. გამომართვით, საბუთები მოვიტანე სკოლაში რეგისტრაციისთვის. მადლობთ. კან ევლიაოღლუ. ქალბატონო შაჰრაზად, თქვენ ბინიაფის მფლობელის? არა. ჩემი სახელი და გვარია შაჰრაზად ქარაჯა. საბუთები რიგზეა. იმედი მაქვს კანს ახალი სკოლა მოეწონება. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეუყვარდება. რა თქმა უნდა, ჩემი შვილი ჭკვიანია. ბავშვებთან ურთიერთობა არ უჭირს. ხომ ასეა კან? მიდი ქურთუკი გაიხადა შვილო, ხელები დაიბანე, უნდა ვჭამოთ. დაუჩქარე.
ეს სახლი ძალიან პატარაა. არ არის პატარა. პატარა. იმ სახლში მინდა, სადაც მამასთან ერთად ცხოვრობდით. მე და ლილიპუტი კარგად თამაშობდით. იმ სახლს ბაღიც ჰქონდა. ახლა ეს იქნება ჩვენი სახლი. გასაგებია? მომისმინე. მამა აქ არ არის? არც ლილიპუტი არ არის ჩვენთან. მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. გაიგე? მაგრამ ორივე მენატრება. კან. საყვარელო ხომ გითხარი, ისინი ჩვენთან აღარ ცხოვრობენ. გაიგე? მე რატომ? იმიტომ რომ ასია საჭირო. როგორ არის? არაფერი შეცვლილა? აქ არ მოხვიდეთ ბატონო ონორ. ნუ მოდიხართ. რამდენჯერ უნდა გითხრათ? ბენუ, როგორი ფიქრე რომ ქერემს ასეთ რამეს გავუკეთებდი? თქვენი მოსმენა არ მინდა. არც თქვენი დანახვა არ მინდა. გთხოვთ, წადით. ბენუ, ქერემისთვის არაფერი დამიშავებია. ქერემი ჩემი ძმაა. მე ჩენერად პტივა გული. მართალია, ორივე ერთნაირად ვიტანჯებით, იმიტომ რომ შაჰრაზადმა ყველა გაგვანადგურა. შაჰრაზადმა? ბატონო ონორ, წადით. გთხოვთ, წადით. ბენუ, ბატონო ონორ, წადით. ბენუ, წადით. უკვე 6 დღე გავიდა. 6 დღე გავიდა, გონზე არ არის. დამშვიდი. ჩვენი პარტნიორები ყოველდღე რეკავენ ბიძია ბურჰან. არ ვიცი რა უპასუხო. თუ ლოდინი არ უნდა, შეუძლიათ თავიანთი პროექტები სხვა კომპანიას გადასცენ. თუ ვინმე დაზარალდება, ზარალს აუნაზღაურებთ. მეც მთელი დღე უსაქმოდ ვარ. მაშინ ალი ქემალს დაეხმარე, ფაბრიკაში წამოდიან. თაშანში შემოიარე. კარგია, ზუსტად ჩემი შესაფერისია. თუმცა ეს ავეჯი არ მომწონს. ის ბიჭი არ გახსოვთ? ფაბრიკის ოფისისთვის ავეჯი რომ შეუკვეთეთ. რა თქინდა? უთხრათ მოვიდეს, აქაურობასაც მიხედოს. ტყავის ავეჯი მოვატანინოთ. შენთვისაც ერთი ოთახი მოვაწყოთ. მამა ხომ გახსოვს, გითხარი, მე და ნიჯო ახალ კომპანიას ვქმნით. მეც მინდა ცალკე ოფისი. აქაურობა კი ზუსტად ჩემი შესაფერისია. შენ რაკაცი ხარ ვერ გავიგე? რა მოხდა? გინდა რომ შემთხვევით ისარგებლო? შანსის გამოყენება გინდა? შენ ვინ ხარ? შაჰრაზადი აქ აღარ მოდის. ოფისი უპატრონოდ ხომ არ იქნება? რადგან შაჰრაზადი წავიდა? მის ადგილს უნდა დავეპატრონოთ? ეს ოფისი ისედაც ხომ ჩვენია, მამა. რა მოხდა? ეს შაჰრაზადის ოფისია. დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობას. გასაგებია? რომ არ დაბრუნდეს, მე რა უნდა ვქნათ? თუ არ დაბრუნდება, არაფერ შევეხებით. ეს ოფისი ცარიელი იქნება. ვინც აქ რამეს შეეხება, ხელებს დავამტრევ. სულ გაგიჟდა ისეთი, რა ვთქვი? ბატონო გამომძიებელო, მეძახთით? მოდი, ნედიმ. ბალისტიკური ანალიზის პასუხები მოვიდა. ნაცნობი სახეობის იარაღია კი, იარაღი სუფთაა. მაყუჩი გამოიყენეს. ესე იგი პროფესიონალი მოქმედებდა. ასეა. რა ვქნათ, ბატონო გამომძიებელო? თეფიკ, ქალბატონი სელდა მოვიდა. მოვდივარ. ბატონმა მეხმეთმა დარეკა? არა, არ დაურეკავს. ქალბატონო სელდა? ქალბატონი არზუ ხომ ასეა, გამარჯობა. გამარჯობა.
გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ონურ. მოგზანდით. პოლიციის განყოფილებაში და წამოხვიდეთ. ბატონო ონურ, აშკარაა რომ რაღაცას გვიმალავთ. არაფერსაც არ გიმალავთ. ეს იმიტომ მოხდა რომ გარკვეულ საკითხებში ვერ შევთანხმდით. ჩემს ცოლთან ამბავს არავითარი კავშირი არ აქვს. ქალბატონ შაჰრაზადს ბატონ ქერემთან ურთიერთობა აქვს? ადამიანი ამდენი ხნის მეგობარს ძალიან სერიოზული საკითხის გამო თუ დაუპირისპირდება. მე ასეთი თეორია მაქვს. თქვენს მეუღლეს ქერემ ინჯეოღლუსთან ურთიერთობა აქვს. თქვენ ეს გაიგეთ. თქვენ გაქვთ სხვა ქალთან ურთიერთობა? თქვენმა მეუღლემ ოფისში ამიტომ მოაწყო სკანდალი? არა, ასე არ არის. ბატონმა ქერემმა თქვენს მეუღლეს უთხრა რომ სხვასთან ჰქონდათ ურთიერთობა? საკმარისია. როგორ ვედავთ ჩემს დადანაშაულებას? რატომ დაარტყით ბატონ ქერემს? რატომ მოსთხოვეთ პარტნიორობის შეწყვეტა? ბატონ ქერემს მაყუჩენი იარაღით ესროლეს. პროფესიონალი მკვლელი დაიქირავეთ? საკმარისია ბოლოს და ბოლოს. ამ მოვლენებთან ჩემს მეუღლეს არავითარი კავშირი არ აქვს. მაშინ უნდა არსებობდეს სხვა მიზეზი. ბატონო ონურ, მოგვიყევით. რამ გააბრაზა თქვენი მეუღლე ასე ძალიან? ვალდებული ხართ რომ გამოძიებას დაეხმაროთ? შეხომ სახლში იქნები. თუ რამე დაგჭირდება, ვინმეს გამოვგზავნი და გამოატანე, კარგი. ეს რა არის? დამავიწყდა ქალბატონი ბენოსთვის უნდა მიმეცა, დიდი ხანია მოიტანეს. ბოდიშს გიხდით ქალბატონო მელეკ. ღმერთო ჩემო. ამაღამ ქალბატონის სევალი სახლში გავუშვათ, მეწოდება. რამდენი ხანია ნორმალურად არ დაუძინია. ბენო ცოტა შენ თავზეცი ფიქრე. ჯობია ამაღამ შენ დაიძინო. რა სისულელია? ქერემი რომ გაიღუძებს, მინდა პირველი მე დავინახოს. რა საოცარი სიყვარულია. გაუცებას ვერ ვმალავ, როგორ შეიძლება ადამიანი ასე გიყვარდეს. თავარია ვინ გიყვარს. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. ღმერთო ჩემო. ბენო, ეს შენ გამოგიგზავნეს.
რა მეცვლელება ხომ არ არის? იცი სასმელის მოთხოვნილება საერთოდ აღარ მაქვს. სერიოზულად? ეს როგორ მოხდა? არ ვიცი, ალბათ სიყვარული მაძლევს ძალას. ჯერ ქერემი მოვიდეს გონზე. ყველაფერს დავივიწყებ. ყველა ჩემს სამარცხვინოს აქციელს. კარგი აზრია. ეს გამომართვი, მიდი გახსენი, მეც მაინტერესებს რა არის. გეყოფა მელეკ. იქნებ შაჰრაზადმა გამოგზავნა. რა არის? ბენუ, რა მოხდა? საკმარისია. მართლა საკმარისია. ქერემ საკმარისია, რატომ ტანჯავასე? საკმარისია. ეს ხუმრობაა? წამოდი დედა. აღდგომას აზრი არ აქვს. ბენუსაც წავიდა ამდენ ხანს. შეიძლება ჩაეძინა და ისვენოს. ძალიან დაიღალა. წამოდი. ბორაკ. რომ ვერ გაიღვიძოს, რა უნდა ვქნათ? დედა სისულელეს ნუ ამბობ. გაიღვიძებს. ბერანგის საკინძა, რომელიც ქერემს აჩუქე მას, საყვარლის ლოგინში დარჩა. გიგზავნი ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შენთვის, უცნობი მეგობარი. თან დაგცინის. ეს როგორ შეიძლება? დაბადების დღეზე ვუყიდე. ერთი თვე ვეძებდი ამ საკინძებს. მინდოდა ძალიან მოსწონებოდა. მეგონა როცა გაიკეთებდა, მე გავახსენდებოდი, მაგრამ მას საყვარლის ლოგინში დარჩა. ეს არაფერს არ ნიშნავს, გასაგებია? იქნებ ჰოლდინგში დაუვარდა, ედა მიპოვა. შეიძლება მოპარაკიდეც, რომ სისულელე დაებრალებინა მელეკ. სულელი არ ვარ, გასაგებია? ძალიან მალე იღებ გადაწყვეტილებას. ქერემ ცოლად გავყევი მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შაჰრაზადი უყვარდა. შაჰრაზადის არსებობა შევეგუე, თანახმა ვიყავი. ქერემის ცხოვრებაში მეორე ქალი ყოფილიყავი. ახლა მივხვდი, რომ მეორე ქალიც არა ვარ. ქერემი საერთოდ არ მოფასებდა. ასეთ რამეს მხოლოდ უზნეო ქალი თუ ჩაიდენდა. ესე იგი ვიღაც უღირს ქალთან მიღალატა. ბენუ, ბენუ დამელოდე. ეს სურათები რატომ დაჭერე? შვილო, რატომ გაიღვიძე? ნახე რა გიყიდე. ხვალდილით ჩემს ბიჭს გემრიელ ტოსტებს გავუკეთებ. კარგი? შვილო, ჩემო საყვარელო. დედა, არ მიმატავა. როგორ უნდა მიკატოვო, შვილო? შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის. ბენუ, გთხოვ, არ გინდა, ძალიან გთხოვ. მე ერთ არაყი დამისხი ორმაგი. არ მისცე, ძალიან გთხოვ, არ მისცე. დამისხი. ბენუ, რამდენი დღე არ დაგილებია, ცოტა მოითმინე, ცოტა დარჩა. თავი დამანებე. მე ერთ ახლავე დამისხი.
კიდევ ერთი. ბენუ ძვირფასო. გინდა ახლა ყველაფერი თავდაყირა დავაყენო? სკანდალის მოწყობას მივეჩვია, გთხოვ. არ გვინდა ჩხუბი. დედა, წამოდი ქვევით ჩავიდეთ, რამე ვჭამოთ. არ მინდა ბურაკ, შენ წადი. თუ გინდა აქ მოვატანინებ. არ მინდა, არ მშია. კარგი. გილოცავთ, ბატონი ქერემი გონს მოვიდა. რა? ვიცოდი. კერემ. ქერემ შვილო, კარგად ხარ? როგორ შეგვაშინე, ქერემ? კარგად არის. კარგი. როგორ ხარ? ბენუ სად არის? შენ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ. რა გითხრა? ბენუ, მეტი აღარ დალიო, კარგი? ასე გითხრა მთელი ცხოვრება შახრაზადი მეყვარებაო? ბენუ, ყველა ჩვენ გვიყურებს. გვიყურონ. ყველამ გაიგოს რა საცოდავი ქალი ვარ. გისმენ ბურაკ. ალო. კარგი ამბავი უნდა გითხრა. ქერემი გონზე მოვიდა. ქერემი გონზე მოვიდა. ვინ არის მასთან? ეს რა არის ნემეთ, მარილი საერთოდ არ აქვს? როგორ არ აქვს? ალბათ დააკლდა. ამას ვერ მივხვდებოდი? მარილი არ ჩაგიღრიათ. არ ვიცი რაზე ფიქრობდით, ეს რა ლობიოა? ზეითუნის ზეთი რამდენი ჩაასხით? საერთოდ არ იცით ეკონომია. ვერაფერი ვერ გასწავლეთ. ჯესონ, მაცევრიდან ხორცი გამოიღე. გალღვეს, ბუკეტსა და ბურჩინს. სოთე უნდა გავუკეთო. დილით ნორმალურად არ ჭამეს. ბუკეტს? ბუკეტს აქ რა უნდა, დედა? კანადაშია. ბუკეტი? ბუკეტი ვთქვი? თქვენს ხელში კიდევ კარგად ვარ. ეს მეორედ მოხდა, ქალბატონო ფიუსონ. გუშინ საღამოს მითხრა ბუკეტს და ბურჯოს ხილი მიუტანეო. ნელი ზეითუნის სახელი ვერ გაიხსენა. ბატონო ქერემ. პოლიციიდან მოვიდნენ. რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვან. შეძლებთ ლაპარაკს? კი. მხოლოდ რამდენიმე წუთი. ზედმეტად არ დაღალოთ. კარგი. გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ბატონო ქერემ. დიდი განსაცდელი გამოიარეთ. ახლა როგორ ხართ? კარგად. თქვენი საქმის გამოძიება მიმდინარეობს. ფედრომ გესროლეს იმიარაღს მაყუჩი ჰქონდა. დაინახეთ ვინ გესროლათ. ონური ისევ დაკითხვაზეა. მონიკე. ადვოკატი მეჰმეტიც იქ არის. აღიარა დანაშაული. მე რა ვიცი დედა. ეს როგორ ჩაიდინე ონურ. ქერემი ამდენს რას უყვება? არ მინდა დაიღალოს. მოდის. რა თქვა? დაინახა ვინ ესროლა? შეძლო მისი აღწერა. ბატონი ბურხანიძიდან თანხმობას თუ არ მივიღებთ, ეს საქმე არ გამოვა. მე არ მითხრა, რა გიფრთხილები ვარო. იბო. ჩვენი ყავა სად არის? ახლავე ბატონო ალი ქემალ. ზუხელ შენ და ალი ქემალმა რა ქენით? საძახვედით. ისეთი არაფერი, ალი ქემალის ახალი პარტნიორები ხომ იცით, დასალევად წაგვიყვანეს. დასალევად, მერე ზომიერად დალიეთ? ალი ქემალმა ცოტა დალია ბიძე ბურხან. მეც გამაუც. ოჯახ, ესე იგი ბოლოს და ბოლოს კაცად ჩამოყალიბდა. აი ისიც ნეჯოც მოვიდა.
ეს საქმე ყველას დიდ მოგებას მოგვიტანს, მაო. ხოჩახ. ხან ყავას მიირთმევთ, ხან ჩაის. თქვენთვის კრიზისი არ არსებობს, ხომ ასეა? გამარჯობა, მამა. აი, ეს არის ნეჯო. მოგესალმებით ბატონო ბურხან, მე ტყავის მაღაზია ლეზერის მფლობელი ნეჯათი დემირჯოღლუ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან შეხვედრა მოახერხე. ინებეთ ჩემი სავიზიტო ბარათია. ეს კი პარტნიორი სალი ხოსკაია. მოგესალმებით ბატონო ბურხან. მიხარია რომ გაგიცანით. მამა, ხომ გახსოვს რომ გითხარი სამრეწველო პალატაში ბატონი ნეჯათი გავიცანი მეთქე? ჩინეთში ექსპორტს ეწევიან. მადლობის სიგელიც კი გადასცეს. სამომავლოდ ძალიან კარგი გეგმები აქვს. ალო. დიახ, გისმენთ. სერიოზულად ამბობთ? საქმეს უნდა შევუდგეთ, მამა. ნეჯო და საჰილი შენს თანხმობას ელოდებიან. მერე ვილაპარაკოთ. უნდა წავიდე. რა მოხდა, მამა? რა მოხდა ძმაო? კარგი პრობლემა არ არის, ჩვენ საქმეს მივხედოთ. წავიდეთ. კარგი, მაშინ ჩვენს ბიუროში წავიდეთ. წამოდი ძმაო. განი არ მოდიხარ? მე ვერ წამოვალ. წამოდი, განი, წამოდი. კერემი როგორ არის? კარგადაა. თუ ხელგონზე მოვიდა. ნელ-ნელა ძალასაც იკრებს. კარგია, მიხარია. ბატონო ონურ. არ გეწყინოთ, ხომ იცით? ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ. თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ წახვიდეთ. როგორ? კერემმა დაინახა ვინ ესროლა? დიახ. ვინ? თქვენმა არქიტექტორმა. ედა აქინაიმ. მითხრა თვალებში მიყურებდა და მერე კიდევ ერთხელ მესროლაო. სერიოზულად? ეთყობა ედა მართლა გაგიჟდა. სამსახურიდან გავაგდეთ. არა, ამის გამო არა. ბატონ ქერემსა და ედას ურთიერთობა ჰქონიათ. ესე იგი გითხრათ. თქვენ იცოდით? ამ საიდუმლოს გვიმალავდით? რა თქმა უნდა მესმის. ოჯახური საკითხია. ბატონო ონურ, მესმის რომ მეგობრის საიდუმლოს გამხელა არ გინდოდათ, მაგრამ გამოძიება არასწორი გზით წავიდა. ვერთო ჩემო. კარგი, ისედაც დიდხანს მოგასწინეთ. ხვალმოვა? კი, ხვალმოვა, ქალაქარეთ ყოფილა. მოვა და ჩვენებასაც მისცემს. მოვიდეს და ჩვენება მისცეს, დავიტანჯეთ. ძალიან დაგღალეთ, ხოდიშ გიხდით. არ უშავს, თქვენი მოვალეობა შეასრულეთ. ედა აქინაის დაკავების ბრძანება უკვე გავეცით. ასე მგონია მალე დავაკავე. იმედია. თორემ სანამ ის ხელი თავისუფალია, ყველა საფრთხე გვემუქრება, განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს. რაც საჭირო იქნება, იმას გავაკეთებთ. ეჭვი არ შეგებაროთ. მადლობთ. მადლობთ. ნახვამდის. ნახვამდის. გილოცავთ, ბატონო ონურ. მადლობთ, ბატონო ბურჰან. არ მჯერა, რომ ასეთი რამეები ხდება. ვერც მე ვიჯერებ. კერემი გონზე მოვიდა. გილოცავთ. კომისარმა ედა ახსენა. რა ხდება? კერემმა თქვა, რომ ედა მესროლა. რა? ხო. ის ქალი ჭკუაზე არ არის. რომ დაიჭირონ, ყველაფერს მოყვება, შაჰრაზადი ამას ვერ გადაიტანს.
რა ვქნათ? არ ვიცი ბატონო ბურჰან, არ ვიცი. ბენო მესმის რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ ქერემთან არ უნდა მიხვიდე შენი ქმარია. რამდენი ხანია რაც ურთიერთობა აქვთ? კარგი რა ბენო. მიპასუხე მელეკ. არ ვიცი, არ უთქვამს. ისევ ერთად არიან? ისევ ერთად როგორ იქნებიან ქერემი, იმიტომაა ასეთ დღეში რომ ყველაფერი დამთავრდა. საერთოდ ხვდები რას ამბობ? შენ ვერ ხვდები? მიამის არ მჯერა. აღიარა, თვითონ აღიარა. რატომ არ გამაფრთხილე? რატომ არ მითხარი რომ ქერემსა და ედას ურთიერთობა ჰქონდათ? ბენო ხომ არ გაგიჟდი, არაფერი არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეფრთხილებინე? როგორ ვერ შეამჩნიე იმ ქალთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდი? ძალიან გთხოვ, ცოტა დამშვიდი. ეს როგორი ფიქრეთ, დედა? მაგრამ ონურმა ხომ დაგარტყა. ონური ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორი ფიქრეთ, რომ ონურმა კაცი დაიქირავა და ჩემი მოკლა დაავალა? ასეთ რამეს როგორ გააკეთებდა? პარტნიორების შეწყვეტას აპირებდა. ჩვენც ვეღარ გავიგეთ რა გვეფიქრა. კარგი, თავს მოდაიღლე. მალე უნდა გამოჯამრთელდა. არ მჯერა რომ ასე მოიქეცეთ. შეიძლება ჩემს თავში შემეპაროს ეჭვი, მაგრამ ონურის ერთგულებაში ეჭვს არასდროს შევიტან. საერთოდ არ შეგრცხვათ ონურის. კარგი, ქერემ, კარგი, დამშვიდე. ონურს ბოდიშს მოვუხდი. ნუ ღელავ. ყველაფერი გააფუჭეთ. ზედაც აღარ შემოგხედავთ. ბენუ სად არის? ედას ამბავი გაიგო? ბატონმა თურგუთმა უთხრა. ბენუ მომიყვანეთ. ქერემ, ცოტა მოძლიერდი და აქედან წადით. და სწრაფად ბენუ მომიყვანეთ. სირცხვილით გვდები, დედა. ძალიან მრცხვენია. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ონურმა მთელი ღამე პოლიციაში გაატარა. კაც დამნაშავესავით მოვეკეცით. ბურაკ გაჩუმდი. შენი ბრალია, დედა. შენ ამბობდი ონურის ბრალიაო და ჩვენც ბურაკ გაჩუმდი. როგორ ფიქრობ? მე შევძლებ რომ ონურს თვალებში შევხედო. რამე მომეცი გამოვიცვლე. ქერემ შენი ნახვა უნდა, ბენო. იბო, მომისმინე, ორი ჩაი მოგვიტანე. ერთი არც ისე მაგარი. შენ ძმაო? მეც. კარგი. უკვე აცივდა. ასეა. დაბრძანდით. ხელყავას ხომ დალებთ? შვილო, ისმენთ? ორი ყავა გაგვიგეთ უშაქრო. ახლავე ბიძებურჰან. ორი უშაქრო ყავა. შაჰრაზად საერთოდ არ დაურეკავს ქალბატონ ნადიდესთან. არა. ბოლოს რაც გითხარი სულ ეგ იყო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ჩვენი ნახვა აღარ უნდა. არც თქვენი, არც ჩემი. ქალბატონ ნადიდეს უთხრა ჩემი წარსულიდან არავის ნახვა აღარ მინდაო. მართალია. იმიტომ რომ ჩვენ ცოდვებს ვახსენებთ. ეს ჩვენი ცოდვაა, ბატონო ონურ. შაჰრაზადის ცოდვა არ არის. მართალი ხართ. უკვე გითხრეს? კი.
ათასჯერ რომ გითხრა მიყვარხარ მეთქე ვიცი არ დაიჯერებ. მაგრამ მიყვარხარ ბენო. ძალიან მიყვარხარ. მოგიყვები როგორ გავანადგურე ყველაფერი. არა, მოყოლა საჭირო არ არის ქერემ. არა, უნდა გითხრა. ამით თავს ვერ გავიმართლებ, მაგრამ ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა. ვეღარ გაუძელი. ამის გადატანა აღარ შემეძლო. ძალიან სუდად ვიყავი ედასთან მხოლოდ სასმელის დასალევად მივედი. ძალიან დავთვერი. არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ მოხდა. ბერანგის საკინძე მის საწოლში ლოგინში დაგრჩა. პოსტით გამომიგზავნა. რამდენი ხანი ქონდათ ურთიერთობა? ძალიან გთხოვ ამას ურთიერთობას უნდა არქნა. აბა რა დავარქვა? შეცდომა. ძალიან დიდი შეცდომა. ერთხელ? უფრო მეტჯერ. აბა რამდენჯერ? 10ჯერ? თუ 15ჯერ? რამდენჯერ მიხვედი მასთან? ბენო. თუ განქორწინება გინდა, შენს გადაწყვეტილებას დავეთანხმები. მოდი ჩემთან, მოდი პატარა საძაგელო. არზუ კიდევ არ ხარ მზად, დაგვაგვიანდება. კარგი, მოვდივარ. ხომ შეძლებთ რომ აჭამოთ? რა თქმა უნდა. ნახევარ საათში უნდა ჭამოს. რა თქმა უნდა, თქვენ გაერთეთ. ჩვენ კარგად ვიქნებით. საჭმელსაც შევჭამთ და დავიძინებთ კიდეც. მისთანაც მივდივართ, იმ მეგობრის ნომერსაც დაგიტოვებთ, ექიმის ნომერის დავწერე. მაინც ყოველი შემთხვევისთვის. კარგი. არზუ საკმარისია, ქალბატონის სელდას ადგილზე რომ ვიყო, გავბრაზდებოდი. რა ვიცი, თეშფიქ, პირველად ვტოვეთ ბავშვს. საყვარელო, თუ გაზები შეაწუხებს, ცოტა ხნით ხელში აიყვანე, კარგი? კარგი, რა თქმა უნდა. წამოდი არზუ, სულ რაღაც 2-3 საათით მივდივართ. რა ვიცი, თეშფიქ, ვერ ვშორდები. როგორც იქნა წავიდნენ? შენ რა ქვია? მამა, შვილო. ჩემო საყვარელო. მამა ჩემი ვერ ბედავდა. ამბობდა შორეულ აღმოსავლეთში საქონელს ვერ გავგზავნიო. არა და ის ხალხი გიждდება ტყავის ქურთუკებზე. ავანსიც კი ჩარიცხეს. მართლა გაუცებული ვარ, ყოჩაღ. ყოჩაღ ძმაო. აჭრობაში ხანდახან რისკზე უნდა წახვიდე განი. ხანდახან ეს აუცილებელია. მე მგონი მაინც უნდა გეთქვა ბატონი ბურჰანისთვის. ფულს რომ დაინახავს, მოლბება, აინახავ. მამა ჩემს ერთი საქმიდან ამხელა ფული როდის აუღია. მიდი მითხარი. კორეელები ფულს ხომ გადაიხდიან? გადაიხდიან, ძმაო, გადაიხდიან. ნუ ველავ. იცოდე, მე მეორე პარტიას ვეღარ გავგზავნით. პირველი გადახდა უცებ განახორციელეს. ნიმუშებზე გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ, ძალიან მოეწონათ. ამ ფასში მეც მომეწონებოდა. მეორე პარტიაზე 700.000 რომ იყოს, ამის 5%. კიდევ 18 საკომისიო? ნეჯო. სამ პარტიაში 1 მილიონი დოლარი გამოდის. მაგარია. თუ რა თქმა უნდა, ბურჰან ევლეაულო ხელს არ შეგვიშლის. მოეცა ჩემო, ეს ვინ მოსულა? შორეული აღმოსავლეთის დამყრობელი გიწოდო? თუ შუა აღმოსავლეთის ვეფხვი? მადლობ.
იმ ხალხმა ავანსი უკვე ჩარიცხანეჯო. რა თქმა უნდა ჩამირიცხავენ. რაკენი? დოლარი შეინახე თუ იმზე გადახვედი. ფული გავყავით. კომასია განი. ცოტა იენში, ცოტა ევროში. მოკლედ ყველაფერი გავითვალისწინეთ. ეს განი და ანგარიშებაში ძალიან მაგარია. მე როცა მოისვლი, მეც ჩამიტარე კურსები. კარგი. აბა ეს წარმატება არ უნდა აღნიშნოთ. რა თქმა უნდა აღნიშნოთ. აღნიშნოთ. ისეთ ადგილას წაგიყვანთ რომ იცოდე ბარი არ იყოს. ხომ იცი არ მომწონს. პავილიონი ვინახსენა. ადიხით. ადიხით. წამოდით. დედა, მამას ჩაეწინა. ბატონო ბურჰან. ბატონო ბურჰან. წადი დაწექი. ალი ქემალი და განი არ მოსულან? პარტნიორებთან ერთად უნდა ავახსნათ მამა. მითხრეს არ ინერვეულოთო. უკვე გვიანია შვილო. ამ დრომდე სად არიან? არა მამა, გვიანი არ არის. შენ არ წვევი ქალბატონო ნადიდე. ცოტა ხანში მოვალ. გამემშვიდობისა. გამემშვიდობისა. გასონ. აფორიაკებული ვარ შვილო. ალი ქემალი ისე ვინმე ქალს ხომ არ გადაეყარა. არა დედა, არა მგონია. განიც მასთან ერთადაა, ნუ ღელავ. დანი მე თამაშის არაფერი გამეგება. მე აგიხსნე ალიქემა. გამარჯობა. მინდა ჩემი ყველაზე წარმატებული პარტნიორი გაგაცნო. ალი ქემალ ევლიაოღლუ. გამარჯობა. და ინვესტიციების ოსტატი განი ოჩელიკი. მოგზანდით. ბალიში ხომ არ ავწია? არა დედა, ასე კარგია. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, თუ რამე დაგჭირდებათ ღილაკს დააჭირეთ. კარგი. ბენო, თუ გინდა სახლში წადი. არა. თქვენ წადით, მე აქ დავრჩები. ხვალ დილით ადრე მოვალ. არ არის საჭირო დედა. ბენოს უნდა რომ მასთან დარჩეს. წავიდეთ, ცოტა ხნით მარტო დავტოვოთ. წამოდით. ექიმა თქვა რომ ძალიან მალე კარგად იქნები. უკეთ ვარ. ბენო. არ მიმატოვა. ეს შეცდომა იყო. ძალიან ნანობ. ხო. შენც ნუ მიმატოვებ. მე ვერ მიგატოვებ. ეს რომ შემძლებოდა დიდი ხნის წინ მიგატოვებდი და ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდი. მიყვარხარ. ყველაფერს გამოვასწორებთ. თავარია ჩემი გჯეროდეს.
როგორ ხარ ვემო? მადლობთ ბატონო ენგინ. გამომართვი. იცოდე კილომეტრაჟი დავიმახსოვრე, ისე შენმა ბავშვებმა არ წაიყვანონ. კარგი ბატონო ენგინ. კარგი დროებით. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ენგინ. ბეკირი როგორ ხარ? მადლობთ. ჟურნალები მოვიდა? დიახ, მოვიდა აქ არის. რაფიც მოსულა? ძალიან კარგი. ესეც გამოვიდა? ორი ცალი მომეცით. გამომართვი. ესენი რა ღირს? 25 ლირა ბატონო ენგინ. ბეკირი რა ძვირია, რა ამბავია? დროებით, მადლობ. დროებით ბატონო ენგინ. ფასადების მასალების დისკი შენ გაქვს შახრაზად. არა, გუშინ ოქანს მივეცი. ოქანს? დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ყველას მოგესალმებით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. გრთხვენოდეთ. ყავა ისევ მოიტანეთ? თქვენ გემრიელს ვერ ადუღებთ. დააბარავქნა. ახალი ნომრები გამოვიდა. უკვე გამოვიდა თქვენი ინტერვიუ რომელშია? აი აქ. შეიძლება ვნახო? რა თქმა უნდა. იცოდი არ გამაკრიტიკო. შენს გინდა ნახო? დიახ. წამოდი. ნახე. ბოლო წლებში რამდენიმე წარმატებული პროექტის ავტორი არქიტექტორი ენგინ ქაიოღლუ სიზმრებშიც კი პროექტებზე მუშაობს. რაღაცინებს. ეგ რა თქმა უნდა არ მithქვამს. არა, კი ვთქვი, მაგრამ კითხა სიზმრებს თუ ხედავ. უთხარი სიზმარშიც კი პროექტებზე მუშაობით ვარ დაკავებული მეთქი. მათაც სწორედ ასე დაწერეს. ინტერვიუს მიცემა ვერ ვისწავლე. ძალიან კარგია. ფოტოც კარგი გამოსულა. საუკეთესო ფოტოგრაფი იყო. გინდა დუპლექსის ტიპის ტერასიანი სახლის პროექტზე უმუშაოთ. კარგი. ამა შეხედე, რა უცნაურია. კაც სახლის მშენებლობა 2.5 მილიონი დოლარი უჯდება. ის კი გვეუბნება ტერასის კარი პლასმასის გააკეთეთო. ფული დაგემოვნება ადამიანს თანაბრად რომ მქონდეს მსოფლიო ბევრად უკეთესი იქნებოდა. გეთანხმები. ჩვენთან მუშაობით კმაყოფილი ხარ? რა თქმა უნდა. ძალიან თბილი გარემოა, მუშაობა სახალისოა. დიახ, ასეა. თანამშრომლებთან ვიმეგობრობთ. აქ ერთი დიდი ოჯახივით ვართ. დიახ, იგრძნობა. 3 დღე აქვს მუშაობ და უკვე ყველას დავუახლოვდი. შენ წვეულებები უნდა ნახო, დაბადების დღეები, პროექტების აღნიშვნები. ყოველი საქმის დასრულების შემდეგ წვეულებას მართავთ. მართლა? კარგია. გართობა мотивაციას გვიმაღლებს. რადგან ქალბატონი შახრაზადი კომპენსაციას არ ითხოვს, ამ საკითხზე საუბარი არ მსურს. როგორც ინებებთ. მინდოდა გამარკვია თქვენი მხრიდან პრობლემა ხომ არ იქნება. მე გითხარით რომ განქორწინება არ მინდა. ქალბატონ შახრაზადს განქორწინება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. თხოვა? ქალბატონო ფიგენ, შეგიძლიათ მომისმინოთ. რა თქმა უნდა. მისმინეთ. როგორც შაჰრაზად სურს, ყველაფერი ისე იქნება. გასაგებია. თუ გადაწყვეტილი აქვს გავშორდებით, მაგრამ მასთან საუბარი მინდა. ან მისი მისამართი მომეცით? ან ტელეფონის ნომერი გთხოვთ. მერწმუნეთ, ეგ მეც მინდა ბატონო ანურ, მაგრამ ქალბატონმა შახრაზადმა მკაცრად გამაფრთხილა. არ უნდა იცოდეთ სად იმყოფება. ქალბატონო ფიგენ. სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით. მაპატიეთ. როგორ არის? კარგადაა? ჯანმრთელობის მხრივ, მორალურად. კარგად არის, არ ინერვიულოთ. კარგია. სხვა რამის თქმა თუ არ გინდათ წავალ. რა თქმა უნდა, მიბრძანდით. ნახვამდის. ქალბატონო ფიგენ. გისმენთ? შეგიძლიათ შაჰრაზად გადასცეთ, რომ ქერემ ინჯეოღლუს მასთან საუბარი სურს. მე ნუ შემხვდება, მაგრამ მას მაინც მოусმინოს. კარგი, გადავწერ. ნახვამდის.
ნელა, ფრთხილად. კარგი, კარგად ვარ. მოიცადე ეს დავდოთ. ესეც? ფეხქვეშ რამე დაგიდოთ? არა, არ მინდა, გმადლობ. ვცდილობთ თავი კომფორტულად იგრძნო. კარგად ვარ. გინდა წყალი მოგიტანა? ბენუ, დაჯექი, მოდი. ეს რა მდგომარეობაში აღმოჩნდით? ბატონი ანგინი ფოტოზე კარგად გამოიყურება. ფოტოგრაფი რეალობას ასახავს. გვარი სწრაფად შეგიძლია. ონურაქსალი ცნობილი ადამიანია შაჰრაზად. უნებრივია რომ მის ცოლსაც იცნობენ. ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა ბატონო ენგენ. რა თქმა უნდა მაინტერესებს. მეგონა შაჰრაზად აქსალს ვიღებდი სამუშაოდ, მაგრამ ოფისში რომ მოვიდა შაჰრაზად ქარაჯად გამეცნო. ჩემს ადგილას შენ არ დაინტერესდებოდი? ერთ ოჯახად ცხოვრობთ. აუცილებლად უნდა გაიგოთ, არა? ოჯახის წევრებმა ერთმანეთის პრობლემები იციან. არ გეწყინოს. დროებით. რადგან ასე გაინტერესებთ გეტყვით? დიახ, ონურაქსალის მეუღლე ვიყავი. მაგრამ განქორწინების პროცესი დავიწყე. თუ პრობლემა არ შეიქმნება, მალე შაჰრაზად ქარაჯა გავხდები. ბოდიშ გიხდი. შენი წყენება არ მინდოდა. არც მწყენია. უბრალოდ ამ საკითხზე საუბარი არ მინდა. კარგად მესმის შენი. ახლა რთული პერიოდის გავლა გიწევს. თუ გვერდში დგომა დაგჭირდება, ჩვენ მზად ვართ თაგეხმაროთ. ეს არ დაივიწყო. გმადლობთ. ბენუ, ამ საკითხზე ხომ ვისაუბრეთ? ბოდიშ გიხდი, მაგრამ როცა მახსენდება. ეს თემა დავხუროთ. გეუბნები ედა შეცდომა იყო მეთქი. შეცდომა. არ მინდოდა ონური ციხეში ჩამჯდარიყო და იძულებული გავხდი ყველასთვის მეთქვა. ედა შეცდომა იყო, შაჰრაზადი შეცდომა იყო, ეს შეცდომები როდემდე გაგრძელდება, ქერემ? შაჰრაზადი საიდან გაგახსენდა? რა დაგემართათ? შაჰრაზადი რა შუაშია? ყველაფერი ვიცით, ქერემ. რა იცით? ქანის სამკურნალოდ შაჰრაზადს 150,000 დოლარი მიეცი. ეს შენ უთხარი? მე დიდი ხნის წინ გაპატია. შაჰრაზადი იძულებული იყო ასე მოქცეული იყო მისი შვილი. გრცხვენოდეს, ბენო, გრცხვენოდეს. შენ რანაირი მეგობარი ხარ? ასე როგორ შეიძლება? საიდუმლოს გამჟღავნების არ შეგრცვა? შენ რატომ არ შეგრცვა? იმ ქალის მდგომარეობით ისარგებლე, რომელიც ჩულის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა. გონია მე და შაჰრაზადი ერთად ვიყავით? ნუ არ ყოფ ქერემ, ამ საიდუმლოებებმა უკვე დამღალა. მე არ ვიყავი, ბენუ. 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 ონური იყო. რა? მაიძულე სიმართლე მეთქვა. ახლა შეგიძლია იამაყვა. მე და შენი მეგობარი ამ მდგომარეობაში ჩავყარე. ახლა კმაყოფილი ხარ? ვითხარი, ბენო. მაპატია ქერემ. შემეშვე. ღმერთო, ეს რა გავაკეთეთ?
მითხარით ბავშვებო, აქ ჩამოთვლილთაგან რომელ პროდუქტს არ გვაძლევს ცხოველი? ჩაის, რძეს, ყველს თუ კვერცხს? მითხარი ემრეჯან. ჩაი. შენი აზრით სწორი პასუხია კან? კან? არ ვიცი. დიახ ემრეჯან ყოჩახ. სწორი პასუხია ჩაი. ბავშვებო ფრთხილად. ფრთხილად. კან. შენს დასაყვანად მოვედი. ამშვიდა. კარგი, ახლა ვივისადილოთ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქალბატონო შახრაზად. გამარჯობა, გმადლობთ. როგორ ხართ? კარგად თქვენ? მეც კარგად. კან, კართან დამელოდე, მეც ახლა ვიმოვალ. რა ხდება ბავშვებს მიეჩვია? ჯერ ვერა. კანს რთული პერიოდის გავლა უწევს ახალი სკოლა, ახალი მეგობრები. უნებრივია რომ ადვილად ვერ შეეგუება. რამე დააშავა? არა, სერიოზული არაფერი. გაკვეთილზე არ მისმენს, მეგობრებს არ ეკონტაქტება. შესვენებაზე მარტო ყოფნა უნდა. რას მერჩევთ, როგორ მოვიქცე? ამ პერიოდს ერთად გადავლახავთ. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ. დიდი მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის. ეს რა არის? კურდღელი. ასე არა. ასე უნდა თქვა, ეს არის კურდღელი. დასაგებია? ესადე? კარგი. ეს რა არის? ეს არის ვაშლი. ყოჩახ. ასე უცებ რატომ მოიწყინე? კანი ვაშს ვერ ამბობდა. სულ პორტოხალში ერეოდა. ძალიან მომინადრა. მეც. მაგრამ ცოტა უნდა მოვიწმინოთ. როდის მოვლე? კარგი, პორტოხალი როგორ არის ინგლისურად? ბატონო ანურ. სტომარი ყავთ. საკუთარი თავი მეზიზღება. ძულს ვერ ვიდან. შახრაზაც ეს როგორ გავუკეთე? უტირე. შეცდომა ყველამ დაუშვით. ის ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო, სრულიად მარტო დავრჩი. ონური ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო. მეც დავკარგე. ის ამას არასდროს მაპატიებს. შახრაზადთან მინდა ლაპარაკი. მრცხვენია რომ შენში ეჭვი შევიტანე, მაგრამ როცა შვილის სიცოცხლის საფრთხე ემუქრება, არც კი იცი რა საკეთებ და როგორ იქცევი. გახსოვს? ბავშვობაში, როდესაც მამა იმ ქალთან მიდიოდა, დედა ოთახში იკეტებოდა. მე მაშინვე თქვენთან მოვდიოდი ხოლმე. შენ ქერემს და ბურაკს, რაღაცა საჭმევდი, ტკბილეულს, პუდინგს, მეც ვთავაზობდი. მაშინ ძალიან მშურდა ქერემის. ყოველთვის მინდოდა რომ დედა ჩემი ყოფილიყავი. ძალიან მიყვარდი. შენ კი ჩემში ეჭვი შეგეპარა. იფიქრე რომ ქერემის მოკლა შეუკვეთ. ამ აზრმა გამანადგურა. ესეც არ იგმარე. პოლიციას უთხარი. ონურმა ესროლაო. ანურ. შველა. გთხოვასა ნუ ლაპარაკობ. ძალიან ვნერვიულობ. კიდევ ერთხელ გიხდებოდეს. შენს ბოდის ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამერიდან აღარ დაგიძახებ დედას, ქალბატონო სევალ. დაპატიე.
ქერემი როგორ არის? გამოკეთდა? არა უშავს, ნელ-ნელა კარგად გახდება. ძალიან ცუდად გამოიყურები. რა ხდება? ისეთი რამ გავიგე, რომ თავგზა ამერია. ამ საღამოს გვიარჩები მუშაობას. რატომ ეკითხები? სადმე წავიდეთ? დღეს ბევრი ხალხია ვერ წამოვა. წამოდი გთხოვ, სადმე წავიდეთ? მუსიკას მოვუსმინოთ. რა სიტყვი? გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ? ახლა უკვე კარგად საყვარელო. რას დალევ? რასაც შემომთავაზებ? კარგი. მელეკ, როგორ ხარ? ძოლებურად. არაყი და მის ხიმერთ ორმაგი. შენს დალევ? ერთად დავლეოთ? არა, არ მინდა. უნდა წავიდე. დაწერე. ვიწყებთ ონურ აქსალისა და შაჰრაზად აქსალის განქორწინების პროცესს. დათქმულ დღესა და დროს სასამართლოს დარბაზში მოსმენა შედგა. გისმენთ ბატონო მეჰმედ. უკაცრავად. გისმენთ ქალბატონო ფიგენ. გასაგებია. გავიგე. დიდი მადლობა. ნახვამდის. მადლობთ. ბატონო ენგენ, ნებას თუ მომცემთ შეიძლება წავიდე. რა თქმა უნდა. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჯერ კიდევ მწვანე ტოტი ვიყავი, როდესაც ჩიტები მოფრინდებოდნენ და სიმღერებს მიწყვნიდნენ. ვარდის კოკორი ვიყავი. შახს მომაჯადოებელი ხმით ვხიბლავდი. დილამდე მთელი გზნობით მღეროდი. შახისთვის სასიყვარულო სიმღერის შესრულებისას კი ხმა მიკანკალებდა. მარტო სული და უბედური ყოველდღიურად ჩემი ფანტაზიით შექმნილ სასახლეში ვიღვიძე. სულ უფრო და უფრო მარტო სული და უბედური ვარ. გული კი დამფრთხალი ჩიტივით მიცემს. ჩემო ბედისწერავ, გამხმარ ტოტად მაგციე. ვარდის კოკორი დაჭკნა. ახლა ჩემს ტოტზე ჩამომჯდარი დამწუხრებული ჩიტები განშორების სიმღერებს მიძღვნიან. ბედისწერავ. მწველი ცეცხლიდან ზღვაში გადამაგდე. მიუსაფარი ქუჩებში დამტოვე და წახვედი. ყველაფერი დასრულდა. ამერიდან შაჰრაზადის თმაზე უფრო შავი ღამეების ხილვა მომიწევს. ნიმეთ, ჩაისთვის წყალი დაადგი. ღმერთო, ეს ბუზები საიდანღა გაჩნდნენ? რა ბუზები, დედა? რას ამბობ, ქალბატონო ნადიდე? ვერ ხედავთ, აქეთ-იქით დაფრინავენ. ფისუნ, ბურჯუ სად არის? დაუძახე მოვიდეს. ნახეთ რა უნდა გაჩვენოთ. დედა, მამა, თქვენც მოდით. რა ხდება, ალიქემალ? მოდით და ნახავთ.
კან დაწერე შვილო. ბაბუამ მე 50 ლირა მოგეცი. 10 ლირით თხილი იყიდე. 7 ლირით ნუში. თხილი არ მიყვარს. არა უშავს, მიდი დაწერე. დაწერე? ხო. 5 ლირით მუხუდო იყიდე. რამდენი ლირა დაგჭა? მუხუდო რამდენი ლირის ვიყიდო? 5. 20 ლირა დამრჩა. შვილო, კარგად დაფიქრდი. ალო. ალო, შაჰრაზად. მამა შენ ხარ? შაჰრაზად. კან. დედა. კან. დედა მტკივა. ძალიან მტკივა. კარგი, მალე გაგივლის, არაფერია შვილო. დედა. მტკივა. კარგი, წამოდი, საავადმყოფოში წავიდეთ. გმერთო ჩემო. გმერთო. ალი ქემალი რა საქმეებს ხლარ თავს? რაც არ უნდა გააკეთოს უკმაყოფილო ხარ. ძოლ სიურპრიზი მოუწყო, რა მოხდა? ქალბატონო ნადიდე, იცი ეგ სიურპრიზი რა ჯდება? რა ვიცი, ალბათ 50-60 ლირა. ალბათ გინდა და გეთქვა 50,000. 50,000 მინიმუმ. დიახ, ასეა. წარმოუდგენელია. როგორია? ეს მანქანა მართლა დედას უყიდე, მამა? ო, შვილო. ამდენი წელია დედა ჩვენ გვივლის. მანქანას არ იმსახურებს? მართვის მოწმობა რომ არა აქვს? ავიღებ. რა თქმა უნდა, კურსებზე მიხვალ და ერთ თვეში აიღებ. მე გამეცადინებ. კარგი იქნება. ალი ქემალ. მამას არაფერი უთქვამს. მერთო ჩემო, ვიმუშავე და იმ ფულით სულს მანქანა მუყიდე. რა უნდა ეთქვა? კარგი. ანუ შენი შრომით იყიდე. დიახ. ბევრი ფული მაქვს ფიოსონ. ძალიან კარგი, ღმერთმა კიდევ უფრო მეტი მოგცეს. მობრძანდით. მაპატიეთ ცოტა არეულები ვართ. არა უშავს. შვილო, კარგად ხარ? წადი პიჟამა ჩაიცვი. გაიქეცი. ბატონო ენგინ, ძალიან შეგაწუხეთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. არაფერი შაჰრაზად, არაფერი გამიკეთებია. არ დაბრძანდებით? დიდი სიამოვნებით, მაგრამ ოფისში უნდა დავბრუნდე, დუპლექსის ტიპის ტერასიანი სახლი ვერ დავასრულე. გასაგებია. კანი ტელეფონში მამას მეძახდა. დიახ, ონურაქსალს მამას ეძახის. შენი მეუღლე უყვარდა? დიახ, უყვარდა. უნდა და მისთვის დაერეკა. მისი ნომერი წაშალე? არა, არ მინდა ქანმა დაურეკოს და სხვა სახელი ჩავინიშნე. არ გინდა რომ დაურეკოს? არა. ო, იქნებ მართალიც ხარ. არ ვიცი. კარგი, აღარ მოგასცენ. კიდევ ერთხელ გისურვებ გამოჯამრთელებას. მადლობთ, ბატონო ენგენ. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. გამომშვიდობისა, შაჰრაზად. გამომშვიდობისა. გაიქეცე, არ შეგწევდეს. კარგად მოიფიქრე ალი ქემალ. ყუილები გეხერხება. ბიძია ბურჰანისთვის რომ გეთქვა მანქანა მოგებული ფულით ვიყიდეო, ალბათ ყურებით დაგკიდებდა. ხომ არ გაგიჟდიგანი? მამას მაგას როგორ ვეტყოდი? მეც მაგას ვამბობ. ხვალ ექიმთან ხომ მივდივართ? უკვე ვიყავით, რატომ უნდა წავიდეთ? ტომოგრაფია უნდა გადავიღოთ. არ მინდა მეთქი. არ მაინტერესებს. უარს არ მივიღებ. არ მოვდივარ, იმ კუბოში არ ჩავწვევი. არ მინდა. დურუ? არ მოგენატრე? მოდი.
შვილო არ გძინავს. წავიდნენ? ხო, ძალიან მონდომებულები არიან, მამა, ფული შოვნა მოსწონთ. ბედნიერები არიან. ნახავთ, ფულს საიდან შეულობენ. ასეთი ადვილი რომ ყოფილიყო, ამდენს კი არ ვიწვალებდი. რა დაგემართ? გოგოს უხარია, ქმარმა მანქანა უყიდა. ალიქემალი ფულს თუ შეულობს დანაშაულია. თუ ვერ შეულობს არც ეგ მოგწონს. ბატონო ისა ბატონო ისა? რა ქვია? დაბრუნებას გილოცავთ, ბატონო ქერებ. ყველაფერი წარსულში დარჩეს. ფერი ნახვა ძალიან გვიხარია. მადლობთ. დიახ. საქმის აზარმოებლად გავუშვით. ანგარიში მოგვიტანონ. კარგი ბატონო. დილამშვიდობისა ქალბატონო ნურჰაიათ. დილამშვიდობისა, მიხარია რომ გამოკეთდით. მადლობთ. შეიძლება ვისაუბროთ. რა თქმა უნდა. მიხარია რომ კარგად ხარ. მადლობ. ონურ ყველაფრისთვის მოდის გიხდი. ვიცი ვერ გამოვასწორებ, მაგრამ ფერე მგთხოვ, ორივე ბიზნესმენები ვართ. კარგად ვიცით, ასე საკითხებზე მოკლედ როგორ უნდა ვისაუბროთ. კარგი, მოკლედ გეტყვი. შენ თქვი. რომ არ გეთქვი და მესროლაო სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. ამისთვის მადლობას გიხდი. სიმართლე ვთქვი, ამიტომ მადლობის გადახდა საჭირო არა. ზოგჯერ სიმართლის მართულია. ალბათ შენი და ბენუს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ძალიან ბევრი რამ გავაფუჭე. ეს ამასთან შედარებით არაფერია. ასეა. გაანადგურე ქერე. ჩვენი ამდენწლიანი მეგობრობა გაანადგურე. თანაც ისე რომ ვეღარასოდეს აღვადგენთ. ხვდები. სამწუხაროდ. მეტი არაფერი გაქვს სათქმელი. არა. კარგი, მაშინ მე ვილაპარაკებ. შეჰრაზადე იპოვე. მე და შაჰრაზადი გავშორდით ქერემ. ერთმანეთს არ ვნახულობთ. ვერც ვერასოდეს ვნახავ. არ ვიცი რა ვთქვა. ჩემი ბრალია. პოლიციას უთხარი ედას ზებნაზე დრო არ დაეხარჯათ. მისი დაჭერა არ მინდა. ედამ გესროლა. დაუშლილი რატომ უნდა დარჩეს? რომ დაიჭირონ ყველაფერს იტყვის. ეს კი შაჰრაზადს დააზარალებს. პოლიცია არ გაჩერდება და ზებნას გააგრძელებს. მაგრამ მისი პოვნა დაჟინებით რომ მომეთხოვა ახლა უკვე დაჭერილი იქნებოდა. გაჩუმდი, წყეულო, გაჩუმდი. ვიცი რომ ჩემი ნახვა არ გინდა ონორ. ნუ ღელა. ვეღარც ვნახავ. დაინტერესებდა მე წავიდოდი თუ შენ.
მე მივდივარ. ჯერ კიდევ დაუდგენელია იმ თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც ბინიაფის ერთ-ერთ მეწილეს ქერემ იმჯიოღლუს ესრულა. დაზარალებულისთვის უცნობია, ვინ არის პიროვნება, რომელმაც ესრულა. თუმცა თქვა, რომ ბრალდება არასწორად იქნა წაყენებული. ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ? ერთ კი ვიჯერებ, რომ გადარჩი. ცოლს ვერ აუხსენი არა. კმარა, გეყოფა, რა არის ეს? ამ ქვეყნად იმისთვის დავიბადე, რომ ბავშვებს უარო, გაჩუმდი. არ უნდა აღვნიშნოთ? რასაც უთხარი ყოველ წარმატებულ საქმეს აღვნიშნოთ მეთქი. ამ ირიდან მხოლოდ დიდ პროექტებს აღვნიშნოთ. ეს პატარა საქმე იყო. მატყუარად გამომიყვანეთ. მაინც არ დავიჯერე. გავიქცევი და რამეს ვიყიდე. თუ არ შეწუხდები. სიურპრიზი. სიურპრიზი. არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ. ქანი როგორ არის? კარგად. უკეთესადაა, გმადლობთ. ანალიზის შედეგები როგორია ექიმო? ყველაფერი ნიგზია. ხომ გითხარი, არაფერი არ მჭირს. ტვინის ტომოგრაფია უნდა გადავიღოთ. რას დაიჟინეთ ეს ტომოგრაფია? აუცილებელია? დიახ, ბატონო ბურხან. ქალბატონო ნადიდე, თუ გნებავთ დამამშვიდებელს გამოგიწერთ. არა, არ მინდა. საკმარისია, ქალბატონო ნადიდე. ბავშვით იქცევით. დღეს ტომოგრაფიას გადაიღებთ. გასაგებია? არაჩვეულებრივად გამოგდის მანქანის მართვა. მართლა კარგად გამომდის? მაგარი ხარ, პიუსონ. პიუსონ. ისმენ? რეესტრში ვიყავი და ქორწინების თარიღი დავნიშნა. სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა. ყველაფერი დავივიწყოთ. ცრემლები აღარ დამანახო. დავიდეთ. დავბრუნდეთ. ო, შიგნით ხმაური იქნება, ეცადეთ არ გაინძრეთ. კარგი. გადაღებას ვიწყებთ, არ გაინძრეთ. ცუდი პასუხი რომ იყოს? არ იქნება. რომ იყოს?
მერტო ჩემო, რას ამბობ, ქალბატონო ნადიდე? რეებს ლაპარაკობ. ინდა გამაგიჟო? გამარჯობა. გამარჯობა. მამა, ფიუსუნი ძალიან კარგი მძღოლია. ძალიან კარგი. ხოჩახ. გოგოებმა სუფრა არ გააწყეს. თქვენ გელოდებოდით. ახლა ვევეტყვი. შენ გამოიცვალე, მე ვეტყვი. ნიმეთ. თუ საჭირო გახდა განყოფილებაში დაგიბარებთ. კარგი. სახლში ქურდი შემოიყვანე, წესიერად არც იკითხევინ იყო. შუბლზე კი არა წერა რომ ქურდი იყო. გასაუბრებას შენ ხომ დაესწარი. შენი პოვე და მოიყვანე. რეკომენდაციები ჰქონდა. ყველაფერი ყალბი ყოფილა. საიდან უნდა მცოდნოდა? მაშინ შენ გამოგეკვლია. არ მჯერა. ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდეთ იმისთვის, რომ ჩვენ შვილს არაფერი დაუშავა. კიდევ რამდენ ხანს უნდა იმუშაოთ? მალე მოვრჩებით, ცოტა ხანში წავალთ. იმავეს მიირთმევთ? ამბობენ სასმელის არევა ცუდიაო. არიციან და ამიტომ ამბობენ. ბურბონს მიირთმევთ? დიახ. მოგაცრავად. ისმენთ? ორი ბურბონი დაგვისხი. ახლავე. აქაური ხართ? დიახ. მაგრამ ლონდონში ვცხოვრობ. დროებით ჩამოხვედით? დიახ. საქმეზე ჩამოვედი. მე ზია ვარ. თოლაი. ამ სასტუმროში რჩებით? დიახ. თქვენ? მეც. სანერვიულო არაფერია, ქალბატონო ნადიდე. შედეგს გავიგებთ და დამშვიდდებით. დაძაბული და განერვიულებული აღარ იქნები. გამარჯობა. დავიწყოთ? გონი ეს შენთვის მისაღები იქნება. ნახე. არა. ქალბატონო ნადიდე. პირდაპირ მითხარით, ექიმო. დრო რამდენი დამრჩა? კან. დავალებები მოამზადე შვილო. არა, არ მომზადებია. მაშინ ჯერ გაკვეთილები მოვამზადოთ. ტელევიზორი გამორთე. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისის პირველი ტალღა გადავლახეთ. დედა, ტელევიზორში მამა. ამიტომ დამშვიდების უფლება ჯერ არ გვაქვს. ბინიაფი დიდი და ალბათ ბევრისთვის სამაგალითო კომპანიაა, იმიტომ რომ კრიზისს ადვილად გაუმკლავდა. როგორ ფიქრობთ, მთავრობამ საჭირო ზომები მიიღო ბიზნესის დასახმარებლად? რა თქმა უნდა, არის ისეთი ზომებიც, რომლებიც მთავრობას უნდა მიიღო, მაგრამ ეს არ გაკეთდა. სერიოზული სტრატეგიული ცვლილებებია საჭირო. ამ ცვლილებებს რეალურად განხორციელება სჭირდება. მამა ლაპარაკობდა. მამას უნდა ვუყურო. მომეცი. სუფრასთან დაჯიქი. მე გაკვეთილები უნდა მოამზადო. ხომ გითხარი, მამას უნდა ვუყურო. მე გითხარი, არა მეთქი. გასაგებია? მამას ყურება მინდა. სუფრასთან დაჯიქი კან. არა. დაჯიქი მეთქი. რატომ არ მიჯერებ? შენ რატომ არ მადლევ მამას ყურების საშუალებას? რამდენჯერ უნდა აგიხსნა კან, მე და მამა შენი დავშორდით. ერთად აღარ ცხოვრობთ, შენი მამა აღარ არის. რატომ? კი, მაგრამ რატომ? შვილო, პატარა ხარ, ვერ გაიგებ. გავიგებ, უკვე გავიზარდე. რატომ დაშორდით? იმიტომ რომ მონური ცუდად მომექცა. უსამართლოდ. როგორ? შვილო, ვერ მოგიყვები. მაგრამ მასთან ბედნიერება ვერ ვიპოვე. მიხვდი? თავი ცუდად ვიგრძენი. გინდა რომ ცუდად ვიყო?
მოგეწონება ყოველდღე მოწყენილი რომ ვიყო. მოგეწონება რომ ვიტირო? ბაბუასთან რატომ არ ბრუნდებით? იმიტომ რომ ბაბუა შენი ცუდად მომექცა. ბაბუა? ხო. როდის? შენ რომ ცუდად იყავი. მაგრამ მე კარგად მეკცეოდნენ. ბებია და ბაბუას ძალიან ვუყვარდი. კან, მომისმინე. უფროსებს ხანდახან პრობლემები აქვთ. ხან ჩხუბობენ, ხან უბედურები არიან, ხანდახან ერთმანეთს ეცებუტებიან, ამიტომ ერთმანეთს აღარ ნახულობენ. გესმის? ესე იგი შენ უბედური ხარ? მათ თუ შეხვდები, უბედურები იქნები. აღარ მინდა მათი ნახვა. მიხვდი? გაიგე? მიხვდი? მიხვდი? ამ საკითხზე ნუ აღარ ვისაუბრებთ, კარგი? კარგი. მაშინ წამოდი სუფრასთან დავსხდეთ. ადაკი. დიდი მადლობა ბატონო ანურ. პირიქით, მეგიხდით მადლობას. გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე ძლივს დაგითანხმეთ. ესე იგი გაწვალეთ. დიახ, მაგრამ ამათ ღირდა. სიმართლე გითხრა ტელევიზორში გამოსვლა და წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ რთული პერიოდი გიდგას. რაღაცები მქონდა სათქმელი და ამიტომ მოსვლა მომჯობინე. ძალიან კარგად მოიქეცით. თქვენ რა სიტყვით მოგეწონათ გადაცემა? დიახ, მაგრამ რთული შეკითხვები დამისვით. შესანიშნავად მიპასუხეთ. მთელი ჩვენი გუნდი ყურადღებით გისმენდათ. კიდევ მინდა თქვენი მოწვევა. თქვენ ერისტუმრებით განებივრებულები არ ვართ. ტელევიზიას ნუ მიმაჩვევთ. კარგი იქნება თუ მიეჩვევით. თქვენს გადიხართ? ჩემი მანქანა მზად არის? 10 წუთში მოვაქ ალბათონ ემელ. 10 წუთში ხომ მითხარით მზად არისო? ღამით მანქანის მართვა არ მიყვარს. დამობრძანდით, მე წაგიყვანთ. არა, არ არის საჭირო, მალე მოვა. ნუ შეწუხდებით. რა შეწუხება როგორ გეკადრებათ? დამოდით, ძალიან ცივა. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი